დიდი ნაწილი და 350 გაგვეცვლება 2013 წელს ღონისძიებები ადგილობრივი ვიდრე ამ კრედიტების გასტუმრების 80%-ის გასტუმრება. ამიტომაც ერთი პოლიტიკის ფორმირების პროცესში ზოგიერთ მსვლელობით მოვახდინოთ ინფრასტრუქტურის ხარისხითაც ფინანსდება და ისინი გვთავაზობენ ესეთ შემთხვევაში 2 მილიონი ლარი თითქმის არის მუნიციპალიტეტს სამოქალაქო საზოგადოების ევროპული ფორუმის მეორე სამუშაო ჯგუფთან გავაკეთეთ პრეზენტაცია ჩვენი სამინისტროს ძირითად მიმართულებებზე 2013 წლის გეგმებზე მოვისმინეთ მათგან ძალიან საინტერესო მოსაზრებები ამა თუ იმ მიმართულების შემდგომ განვითარებასთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ჩვენს დაგეგმილ რეფორმებში და საქმიანობებში ძალიან ბევრი ორგანიზაცია გვყავს ჩართული და დამატებით ამ სამუშაო ჯგუფიდანაც დაინტერესებული ორგანიზაციები ჩაერთვებიან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალე წარიმართოს პროცესები და მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ ძალიან მჭიდრო კავშირი იმ სამინისტროებთან, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებულები და ძალიან დიდი მადლობელი ვართ ბატონი დავით ნარმანიასი, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, რომელიც დღეს დათანხმდა მოსულიყო ჩვენთან, განეხილა სამინისტრო სტრატეგია 2013 წლისთვის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციებიც, რომელიც დღეს სამუშაო ჯგუფიდან წამოვა.